უწმინდესის ადგილზე რომ ფიქრობდა რომ ეხა ხო რა თქმა უნდა თავისი ამ გადაწყვეტილებით იქ მეც მითხრა რომ ბევრს ვაწყენინეო მაშინ და გული დავწყვიტეო და ეს რომ დავწერეო ეს სერილიო რა იმიტომ რომ მოულოდნელი იყო და რაღაცა მაგრამ შენ წარმოიდგინე ეხა რო ფიქრო ეს რო არ დაეწერა ეს რო არ დავწერო ეთქო დახოცავენ ესენი ერთმანეთს მე რო აღარ ვიქნებიო და წინაცი გათვალა ისეთი მოცემულობა დააყენა თავისი გარდაცვალების მერე რომ გამოსავალი აღარ დაუტოვა იმათ ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ებრძოდა სხვათა შორის ესენიც არანაირი ეკლესიასთან სარწმუნოებასთან შეხება რო არ აქვს ესენი არიან ყველაზე აქტიურები რომ თურმე რა ხდება ეკლესიაში და ეგენი არიან ყველაზე დაინტერესებულები და ყოველთვის გამკითხავები და აი ნუ ეს საოცარია ხო სად არიან მამაოები რო გითხულობენ და ესენი არიან მამაოები ეკლესიასთან ახლოსაც ჩავლით არ არიან თუმცა რა მართლა ისეთი დღე არ მინდა რომ განკითხვაში ჩავარდე მაგრამ აი მართლა საოცარია ის ამბავი რომ მრევლი ვისთვისაც ეკლესია მნიშვნელოვანია ვისთვისაც ჩვენი რწმენა მნიშვნელოვანია ვისთვისაც უწმინდესი მნიშვნელოვანი იყო და მისი უკანასკნელინებაც აი 2x2 4 იყო ამ ადამიანებისთვის რომ უწმინდესი მომავალი უწმინდესი უნდა ყოფილიყო შიო და საოცარია რომ ის ხალხი განიკითხავდა უწმინდესის უკანასკნელებას ვინც აგინებდა ილია მეორეს ვინც ლანძღავდა ვინც ესე ებრძოდა ეკლესიას ვისაც არ ჯეროდა საერთოდ ღმერთის არსებობის და ნუ აი ღმერთმა შეუნდოს თქოს უფიქრობა ისევ ფრაზობ ხანდახან მაგრამ მე მახსენდება რომ არავინ ის უკანასკნელ შამს ვინ როგორ შეინენებს და მართლა ღმერთმა მოაქციოს ყველა მათგანი და დაანახოს ის ჭეშმარიტება და რამაც გადაგვარჩინა სხვათა შორის მარიამ ძალიან დიდი საქმე ხო გააკეთა უწმინდესმა ამ თავისი გადაწყვეტილებით და პრინციპში გზა არ დაუტოვა არავის ხო სხვანაირი ესე ვთქვათ კალაპოჩი წასულიყო ეს საქმე და უწმინდესის საქართველომაც ძალიან დიდი როლი ითამაშა აი ამ წერილის შესრულებაში ესე იგი იმდენად ზემოქმედებდა ის აი ამ დრო ეს რო არ შესრულიყო გამორიცხული იყო გესმის და ეს იგზნობოდა ეხა სოციალურ ქსელებში ყველგან იგზნობოდა რა ბრეულში პირველ რიგში რა მოლოდინი იყო მეუფეშიოსკა პატრიარქია ხო იმიტომ რომ ეს იყო ამომავალი წერტილი ამ ადამიანებისთვის ჩვეულებრივ ხალხისთვის საზოგადოებისთვის იმათ ხო არ აინტერესებთ ჩვენ ხო მაგალითად აი სინოდში რა ხდება როგორი იურიდიული საკითხებია რა ჩვენ გვინდა რომ ელემენტარულად ეს გვინდოდა რომ ეს აღსრულებულიყო ხო ეხლა მე რომ მაშინ დამიბარა და მითხრა რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამე არისო და ესე ვაწყენინეო ჩემებსო იმას ბევრს ეწყინა მაგრამ ამის მერე 9 წელიწადი შეიძლება თავიდან კი ეწყინა და გული გაუტყდა ვიღაცას მაგრამ მე ეს 9 წელიწადი შეაგუა ყველა ამას რომ საბოლოო ჯამში ეს მეუფეების ეს შეეგუენ ყველას რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება თვითონაც დარწმუნდა მე მგონია რომ ამ 9 წელიწადს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით რომ თვითონ უწმინდესის ახლოს ვინც იყვნენ ხო სინოდის წევრები დაარწმუნდნენ თუმცა სულ ამბობ ხოლმე რომ 12 მოციქულში იყო ერთი იუდა და არავინ არ იცის გზას ვინ როდის გადაცდება და რაც უფრო ახლოს ხარ სიწმინდესთან ხო იცი ბოროტიც უფრო გებრძვის და შესაბამისად შეიძლება ვნახეთ ჩვენ ოპოზიციურ ეთერებში რამდენიმე ეუფის გამოსვლები რამაც გულით აღწყვით და ელემენტარულად მე არ შევალ განსჯაში უბრალოდ როგორც მრევლის რიგითი წარმომადგენელი ვიტყვი რომ გულით აღწყვიტა ესეთვა განცხადებებმა იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ რომ რაღაცნაირად თითქოს უწმინდესის მიმართ ილია მეორის მიმართ ურჩობაც კი იყო ეს იმიტომ რომ ჩვენთვის ეს წერილი მართლა ამოსავალი იყო თუმცა გარდა ამის აი ამ წერილის გარეშეც იმდენად გამორჩეული არის აწუყვე უწმინდესი შიო მესამე რომ მე მგონია რომ ღმერთი ისედაც ესე ინებებდა ამ ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში და ისედაც ესე დაალაგდებოდა უბრალოდ ილია მეორემ ზედმეტი თავის ტკივილი აგვარი და ილია მეორეც ღმერთის ნებით მოქმედებდა რა თქმა უნდა ეხა ღმერთი პირდაპირ ვიღაცის
გავლით აკეთებს საქმეს, ხო? ამ შემთხვევაში ილია მეორის გავლით გააკეთა თავის საქმეს. სულ ფიქრობდი, სანამ არჩევნები ჩაინიშნებოდა, სანამ ეს პროცესები იქნებოდა, რომ აი სულ ეს სიტყვები მქონდა თავში, რომ წმინდა გიორგი მინება და გამოვარჩიე ჩემი მესახტრე. წმინდა გიორგი განსაკუთრებული წმინდანია საქართველოსთვის და საქართველოს მეოხად ითვლება და ამბობენ, რომ გამოცხადებაც კი ქონდა უწმინდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებითო და შესაბამისად ძალიან ისე ვიყავი თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ეს მოცემულობა დადგებოდა იმიტომ რომ როცა გჯერა და წამს და ჩვენ ვაცნობიერებდით რომ მართლა ღვთისგან მოვლენილი იყო ეს უწმინდესი ილია მეორე არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი ხო ჩვენ დავინახეთ და კიდევ და კიდევ გამოჩნდება რომ ის უფლის ისეთი რჩეული იყო რომ წინასწარ შორს უჭრეტელობაც კი გააჩნდა ხო და წინასწარ ხედავდა თითქოს ყველაფერს რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა შესაბამისად დარწმუნებული ვიყავი რომ ეს გადაწყვეტილება რომელიც მან თავისივე სიცოცხლეში მიიღო აუცილებლად აღსრულდებოდა და პირველივე კომენტარი რაც დავწერე ამ არჩევნების შემდეგ იყო რომ აღსრულდა ნება ღვთისა და ნება ქართველი ერისა. ნება ღვთისაში ვიგულისხმე რა თქმა უნდა უწმინდესი ილია მეორის ნებაც, იმიტომ რომ ეს წერილი ზუსტად ეს იყო და ქართველი ერის ნებაც ეს იყო. იმიტომ რომ გუშინ არ იცოდა მრევლმა რომ შეეძლოთ შემდეგ კრების მერე იქ შეკრება და იმდენი ხალხი შეიძლება არ იყო რამდენიც დღეს სვეტიცხოველში. თუმცა აი იქაც იმ წუთთასაც როდესაც ცხადი გახდა და უწმინდესი და უნეტარესი გამოვიდა ეზოში აი ისეთი ამას ვერ ითამაშებ, ამ ემოციას ვერ ითამაშებ, რაც ხალხში იყო, რომ დღეგრძელი იყოს ჩვენი პატრიარქი, გაუმარჯოს შიო მესამეს, აი ისეთი ემოციები იყო, რომ ეს ალბათ მთელი ცხოვრება მე მახსოვრება და აი ისეთი მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ამ ყველაფრის მომსწრე გავხდი. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს არის ზუსტად ჩვენი ქვეყანა და ეს გვიამაყება, რომ ჯერ მარტო უწმინდესის შიოს გულისწყობს, შიო მესამის სახეს რომ შეხედო ხო, აი პირდაპირ ეთყობა, რომ აი სინათლე აქვს რა, ნათელია სახეზე რა, გესმის, საყვარელია, ნათელია. იმედია. თან ბავშვურია, გესმის, აი ყველაფერი თითქოს რაც უწმინდეს ქონდა, იმიტომ ვიძახი რომ ეს თავისი მოსასხამი შიოს მიცამეთქი რა, ხო და აი იმდენად მე იმდენად ვამსგავსებ ერთმანეთს, ჩემ აი ხო გეუბნები რა, შეიძლება არა ვარ ეხა ისეთი ახლო ურთიერთობაში რა, არც მქონია ეხა ისეთ და არც მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება რომ მივიდე ეხა და მე უფეშიო გამეცნო და რაღაცა თუ არ არის ეხა სიტუაცია არ ითხოვს ამას და რაღაც არც მინდოდა, მაგრამ შინაგანად აი როგორც კი უწმინდესმა მის შესახებ მეამბო რომ ის გამოარჩია ის გახდა ჩემთვის იგივე რაც უწმინდესი რა.